მოგესალმებით ძვირფასი ტელემაყურებლებო, გადაცემა გახლავთ კამათელი, მე გახლავთ მისი წამყვანი ბაჩო მიქაია. დღეს ჩემი სტუმრები გახლავთ თბილისის ღია უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი და ასევე პრეზიდენტი ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბის სოფო კვარცხავა და თესეუს მეორე კურსის ბაკალავრი ბექა დადიშკელიანი. მაგრამ სანამ მათთან გადავიდოდე რამოდენიმე შეკითხვით, მინდა შეგახსენოთ ჩვენი ეთერის ტელეფონის ნომერი, რომელიც გახლავთ 295-33-07, ასევე შეგახსენოთ ჩვენს SMS ნომერს, რომელიც გახლავთ 9-30-93-51-9-55-00. თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა, შეგიძლიათ დაგვირეკოთ, დაუსვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები მოწვეულ სტუმრებს, ან შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები ეთერთან დაკავშირებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, ვიცი რომ ორივე ხართ ძალიან დაკავებული ადამიანები და აქედან გამომდინარე დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ. მოდი დავიწყო სოფოთი, რახან მანდილოსანია. სოფო, როგორც ვიცი, ხარ ძალიან აქტიური სტუდენტი, 23 წლის, სწავლობ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, ხარ თვითმმართველობის პრეზიდენტი, ხარ მეოთხე კურსის სტუდენტი. მინდა პირველი შეკითხვა დაგისვა ახალგაზრდულ პოლიტიკურ კლუბზე. როდის გაჩნდა იდეა რომ ჩამოყალიბებულიყო ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბი და ვინ ჩაუყარა, ასე ვთქვათ, საფუძველი მას? პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგან იმისთვის, რომ დავგვპატიჟეთ, დავხდეთ პატივი ამისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ წარმოვადგენთ ახალგაზრდულ პოლიტიკურ კლუბს მე და ბექა. პოლიტიკური კლუბი დაარსდა 2011 წელს 11 თებერვალს ჩაეყარა საფუძველი. პოლიტიკური კლუბი აქტიურად ღებულობს ყველა სამოქალაქო ღონისძიებებში მონაწილეობას. ჩვენი კლუბი დაკომპლექტებულია ყველა ისეთი აქტიური და ლიდერი ახალგაზრდებით, ძალიან ბევრი თვითმმართველობის წარმომადგენელიც არის, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენი კლუბი დახურულია და ამ ეტაპზე მიღება არ გვაქვს. ჩვენი კლუბი აქტიურად გეგმავს და მომავალშიც გეგმავთ ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებების ჩატარებას. გაფორმებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმები. ჩვენ გვიტარებენ ძალიან ისეთი ცნობილი ექსპერტები ლექციებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლუბის მიზნები ძალიან ისეთი ფართო და მნიშვნელოვანია, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკურად გაანავითაროს და გაზარდოს ახალგაზრდები. ჩვენ ვფიქრობთ და მთელი ჩვენი კლუბის წარმომადგენლები დამთანხმები ალბათ ბექა იმაში, რომ ჩვენი მთავარი მოტივია ესეთი განვითარებული, პოლიტიკურად განათლებული, კარგად განათლებული ახალგაზრდები წარმოვიდნენ, რომელიც ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ძალიან ჭირდება და ქართულ საზოგადოებას ახალი სახეები, ახალი სისხლი, პოლიტიკური სისხლი ჭირდება. ამიტომაც ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს გაიზარდნენ პოლიტიკურად, განვითარდნენ და ამისთვის ვაკეთებთ ვორქშოპებს, სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებთ, ასე ხელს ვუწყობთ პოლიტიკური კლუბის სტუდენტებს, წევრებს საზღვარგარეთ წასვლაში, სადაც ისწავლიან, დაუფლებიან კარგად ამ პოლიტიკის ხელოვნებას და შემდეგ უკვე ვფიქრობ, რომ და ალბათ დამთანხმები ბექა ისევ იმაში, რომ ჩვენ პოლიტიკური კლუბის ახალგაზრდები შემდეგ უკვე როდესაც ჩვენ ვიქნებით იმ ასაკში, როცა მთავრობაში სახელმწიფო სადავეებზე მოვალთ, მე ვფიქრობ, რომ ღირსეული ადგილები ეჭირება ჩვენი კლუბის წევრებს, თუმცა ჩვენი კლუბის იდეოლოგია არ არის ვიწრო, სხვადასხვა იდეოლოგიის წარმომადგენლები ყავს კლუბში. თუმცა მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ სხვადასხვა იდეოლოგიის წარმომადგენლები გვყავს, მაინც ხშირად კამათობ და ვფიქრობ, რომ ეს კამათი არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ კამათში იბადება ჯანსაღი აზრი და შემდეგ უკვე ამ კამათის საფუძველზე კარგი და სასიამოვნო ის, რომ კამათის შემდეგაც ჩვენ მივდივართ ესეთ საერთო აზრამდე და ამით ჩვენ ერთად ვავითარებთ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია
თითოეული ახალგაზრდისთვის. მაინტერესებს შემდეგი რამდენი სტუდენტია ამ ეტაპზე გაწევრიანებული პოლიტიკურ კლუბში? ანუ პოლიტიკურ კლუბში როგორც ქართველები, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებიც ყავს. ეროვნული უმცირესობის. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებიც ყავს, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კლუბისთვის, ვინაიდან ჩვენ აქედანვე ვიწყებთ სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას, რითაც ეს კულტურული ღონისძიება, ექნება სპორტული ღონისძიება და ასე შემდეგ, ამით ხელს უწყობთ ამ ეროვნული უმცირესობების ურთიერთობის დათბობას და ეს ხელს უწყობს მომავალში უკვე იმას, რომ ჩვენ, როდესაც მოვალ სახელმწიფო სადავეებზე, უფრო ესე დამთვარი ურთიერთობით, უფრო მარტივად შევძლებთ ესეთი ამ პრობლემის მოგვარებას და განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხზე. კარგით, ეხლა მინდა რომ ბექასთან გადავიდე შემდეგ შეკითხით თუ შეიძლება. კლუბის წევრები არიან თუ არა მხოლოდ პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები თუ სხვა ფაკულტეტის სტუდენტების გახლავთ გაწევრიანებული? კი ბატონო, ჩვენ ესე შეზღუდვას არ ვაწესებ ზოგადად. ჩვენ პირიქით ვგვიჩვენე მრავალფეროვნება, იმიტომ რომ მრავალფეროვნება ბევრ ამის ნიშნავს, რომ ყავს ზოგადად სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სფეროში. ესე ვთქვათ, როგორ ართმევენ თავს, თუნდაც საკმაოდ კარგად, იმიტომ რომ აქტიური თაობაა, ჭკვიანი თაობაა და ეს ყველაფერი ჩვენს გვადგება, მათაც ადგებათ და საბოლოო ჯამში ერთ ძლიერ გუნდად ვიკრებით და ერთ ძლიერ, ასე ვთქვათ, ძალად, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის მომავალ პოლიტიკურ სფეროში. აი, ესე ვთქვათ, ყველაზე წარმატებული პროექტი, რაც კლუბს განუხორციელებია, თუ შეგიძლია გვესაუბრო ამაზე. ყველაზე წარმატებულს მე როგორც ახლა ახალი სისხლი ვარ ამ კლუბში. კლუბის შექმნის დღიდან დღემდე. მე როგორც ახლა ახალი სისხლი ვარ, წარმატებული ზოგადად ჩემი აქ ამ კლუბში ოფნის დროს სულ რაღაც ერთი თვე არც არის რაც აქ ვარ, უბრალოდ მუშაობ ჩემს პროექტებზე, უფრო შეუძლია სოფელს მკითხეთ ამაზე, ვიდრე მე სოფელს შეუძლია გაგაცნოთ ამ წარმატებულ პროექტების შესახებ. აი სოფო, როგორც შენ პრეზიდენტი გამოარჩევდი თუ არა თვითონ კლუბში ესე თქვა შენ შეგირდებს სტუდენტებს ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ანუ ვიტყვი იმას, რომ ჩვენი კლუბის წევრები, აი ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ყველა ერთად მუშაობთ, დამარწმუნეთ, რომ აბსოლუტურად თანაბარი უფლებები გვაქვს ყველას, ახლა მე პრეზიდენტი ვარ და ბექა ვიცე-პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს იმას, უბრალოდ ჩვენ კოორდინატორები ვართ, ჩვენთან აბსოლუტურად არ არის იერარქია და კონკურენცია ესე თქვა, მეგობრული არა, აბსოლუტურად არ არის იერარქია, თანაბარი უფლებები გვაქვს ყველას და ჩვენ ყველას გვაქვს გადანაწილებული ჩვენი უფლება-მოვალეობები და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ვართ ის ადამიანები, ვინც ნამდვილად ესეთ ყველა მაგრები ვართ, ესე ვიტყოდი, ვერავის არ გამოვარჩე. და რა კრიტერიუმებით ხდება ესე ვთქვათ სტუდენტების შერჩევა კლუბისთვის, რომ კლუბში გაწევრიანდნენ? რაც შეეხება კლუბში გაწევრიანებას, არის ძალიან ესეთი რთული თემა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველს ვერ ვღებულობთ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ანუ არ ვაძლევთ იმის საშუალებას, ყველა იყოს ჩვენი კლუბის წევრი, ვინაიდან დახურული კლუბი გვაქვს. კლუბის წევრობა მის შემთხვევაში თუ ვინმე სურვილი უჩნდება, მაშინ უნდა დაწეროს, ანუ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს κλუბის სამმა წევრმა, შემდეგ უკვე ამას განიხილოს კომისია, შემდეგ უკვე სარავიზიო კომისია და ნუ ეს გადაწყვეტილების საფუძველზე ვიღებთ კლუბის წევრს. რა თქმა უნდა, ყველას ვერ გეძლევთ ამის საშუალება, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ მაქსიმალურად მოინდომთ, მაქსიმალურად აქტიურები იქნებით, აუცილებლად გექნებათ იმის ბედნიერება იყავთ ჩვენთან ერთად. ამ ეტაპზე კლუბი მუშაობს თუ არა, ესე ვთქვათ, რაიმე სერიოზულ პროექტზე, რომელსაც მომავალში განახორციელებთ? დიახ, მინდა იმის თქმა, რომ ანუ ჩვენი კლუბი ძალიან აქტიურად არის ჩართული და ძალიან ბევრი ისეთ ღონისძიებას ვაკეთებთ, რომელიც ბევრი სხვა ესეთი კლუბის, გავსი კლუბებისთვის ცოტა ესეთი არ იყოს, ესეთი საოცნებაც არის. ჩვენ გავმართეთ ძალიან ესეთი სერიოზული შეხვედრა, როგორც იყო ღია უნივერსიტეტში, გავაკეთეთ ამერიკის ელჩის სტუმრობა, სხვადასხვა ექსპერტების სტუმრობა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო სტუდენტებისთვის. ასევე რაც შეეხება სამომავლო ღონისძიებას, ის გამოვყოფ და მნიშვნელოვნად ჩავთვლი იმას, რომ რამოდენიმე თვის უკან სამწუხაროდ მქონდა ესეთი ფაქტი, რომ შევხვდი ისეთ ადამიანებზე, ისეთ ოჯახებთან მქონდა ურთიერთობა, რომლის შვილებიც არიან კისტოზური ფიბრომით დაავადებულები და ეს როგორც იცით გენეტიკური დაავადებაა და ძალიან სამწუხარო ფაქტია,
აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ადამიანების ტკივილს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია იმის გაკეთება, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ადამიანების დახმარებაში და გადარჩენაში. ამიტომაც ჩვენ გეგმავთ საქველმოქმედო ღონისძიებას. ვფიქრობ, რომ თითოეული თქვენთაგანი შემოგვიერთდები, ძალიან ბევრი ვიქნებით და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ჩვენ დახმარება ძალიან ჭირდებათ. სანამ ბექასთან გადავიდოდე შემდეგი შეკითხვით, შეგახსენებთ ჩვენი ეთერის ტელეფონის ნომერს, რომელიც გახლავთ 2015-30-07, შეგიძლიათ დაგვირეკოთ, დაგვისვათ შეკითხვები თქვენთვის საინტერესო თემაზე ეთერთან დაკავშირებით, ან შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები მოწვეულ სტუმრებს. ბექა, ესე ვთქვათ, როგორ გახდი ამ დიდი ოჯახის წევრი? ანუ მაინტერესებს როგორ მოხვდი კლუბში. ზოგადად ეს კლუბი როგორც სოფო აღნიშნა დახურული კლუბია, მე ასე ვთქვათ, ჩემს სფეროში აქტიურად მოვაწეობდი იქით. აქტიური სტუდენტური ცხოვრება მაქვს, თვითმმართველობის დელეგატი ვარ, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატი ვარ და ამ ყველაფერმა მე და სოფო ერთმანეთი პროექტებით გავიცანით. ალბათ მოვახერხე და სოფოზე შტაბ-ბატონი. ანუ მანამდე იცნობდი სოფოს სანამ კლუბში მოხვდი. სხვადასხვა ასე ვთქვათ პროექტებით, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ატარებდა და საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა მოგცა საშუალება მე და სოფოს ერთმანეთი გაგვეცნო და შემდეგ უკვე შევძელით, დავახოვდით და ასე ვთქვათ ახალგაზრდა პოლიტიკური კლუბის წევრები გავხდით, სოფო ვიცე-პრეზიდენტი, ისაც პრეზიდენტია, მე კი ვიცე-პრეზიდენტი და ვცდილობთ ჩვენი საქმე. პროფესიული თვალსაზრისით რა შეგზინა კლუბმა, ესე ვთქვათ. პროფესიული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მეცნიერებებზე სწავლობ ხო, როგორც ვიცი? კი ბატონო, პოლიტიკურ მეცნიერებებზე სწავლობ, ასე ფსიქოლოგია, ორი პროფესიის, ორი განხრით სწავლობ. პოლიტიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სოფომ ისევ ხაზგაუსმებ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ხელს უწყობს ჩვენს განათლებას, ანუ ვიღოთ ეს კვალიფიკაცია, ვიღოთ ძლიერები, ვიღოთ მაგრები და აქედან გამომდინარე ის ტრენინგების, ლექციები, რომელსაც სხვა უცხოელი ექსპერტები, ცნობილი ექსპერტები და თავის საქმის პროფესიონალები გვიტარებენ, ეს ყველაფერი ჩვენ საბოლოოდ გვაძლევს იმას, რომ ვთქვათ, თავისუფლად და თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ ამ კლუბმა მოგცა ის ზონა, რომელსაც მომავალში ქვეყნისთვის სასწაულად გამოვიყენებთ. დიახ, ზარი ეთერში, აბა გისმენთ? დიახ, გისმენთ? ეს კითხვა კლუბში როგორ უნდა გაგვარიანდე? ძალიან დიდი მადლობა კითხვისთვის. მადლობთ. ალბათ არ გვისმენდით სამწუხაროდ, ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გაწევრიანდეთ კლუბში, მხოლოდ კლუბის წევრის სამი კლუბის წევრის რეკომენდაციით, შემდეგ უკვე ამ რეკომენდაციას და თქვენს მოთხოვნას განიხილავს კომისია, შემდეგ უკვე სარევიზიო კომისია და ამ ყოველთვის დაკმაყოფილების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრი. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ სამწუხაროდ ყოველას ვერ იქნებით ჩვენი წევრები, მაგრამ თუ ძალიან დიდი სურვილი გექნებათ, აუცილებლად შეძლებთ. თუ რა თქმა უნდა ინტერესი დიდი იქნება თქვენი, თქვენ შეგიძლიათ დაგვემატოთ Facebook ვარზე, ამ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური კლუბის Facebook-ი დახურულია, შეგიძლიათ დამამატოთ მე Facebook-ზე, გაგიწევთ რეკომენდაციებს და შემდეგ უკვე უფრო დიდი შანსი გექნებათ გახდეთ ჩვენი კლუბის წევრი, ვიდრე ახლა გაქვთ. და ხაზგაუსმებ კიდევ ერთ იმას, სოფომ უბრალოდ ჩვენ მუშაობთ აგრეთვე იმ მოდელზე, რომ შევძლოთ და ისე არ იყოს სიტყვაზე. ალტერნატივაზე მუშაობთ, რომ იყოს ისეთი მოდელი, რომელმაც შეძლოს აი აქტიური სტუდენტი, თუნდაც ეხლა ზარი შემოვიდა ეთერში, გაუშვდა ადამიანს კითხვა, როგორ გაწევრიანდეს ჩვენს კლუბში, ეს პირველ რიგში ჩვენავს გვახარებს ეს ფაქტი. შევიმუშავოთ მოდელს, რომელიც არ იქნება ალბათ მარტო რეკომენდაციებზე და იქნება აპლიკაციებზე, საბოლოო ჯამში კონკურსის სახით და ეს ყველაფერს კომისია გადაწყვეტს და ღირსეული სტუდენტი, რომელსაც ჭალებში ბექგრაუნდი აქვს, ის ფონი აქვს, რაც საჭიროა ყველა ღირსეული და ძლიერი სტუდენტისთვის და განათლებული და ნიჭიერი ბავშვისთვის, ეს ყველაფერი გადაწონის და საბოლოო ჯამში მიიყვანს იმგზამდე და შეაღებს იმ კარს, რასაც საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბი ქვია. აი ეროვნულ უმცირესობებზე რა შეგიძლიათ გითხრათ? აი კონკრეტულად რომელი ქვეყნის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ყავთ დაკონექტებული კლუბში? ან ჩვენი კლუბის წევრი არის აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები. არა. უბრალოდ ანუ ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს ეს ადამიანები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ამ ეტაპზე
ურთიერთობას აფხაზ მოსახლეობასთან, აფხაზ ახალგაზრდებთან, უსახალგაზრდებთან, რითაც დავათფოთ ამ ეტაპზე ურთიერთობა ერთმანეთთან და შემდეგ უკვე როგორც ამოთაღვნიშნა კიდევ ერთხელ გავუმეორდები და ვიტყვი რომ ეს ხელშეუწყობს უკვე მაშინ ჩვენ როდესაც მოვალთ სახელმწიფო სადავეებში აქედან მომთმარი ურთიერთობა ერთგვარი გარანტი იქნება იმისა რომ ჩვენ მერე უფრო მეტად უფრო რთულ პრობლემას უფრო მარტივად მოვაგვარებ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ესეთი ტკივნეული თემა აფხაზეთის თემა მე თვითონ ხუმელი ვარ და უფრო მეტად გამძაფრებული მაქვს იმის სურვილი რომ მეტი გავაკეთოთ ჩვენი უფრო ესეთი ერთობლივი მუშაობით უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის რომ ესე შევძლოთ რაღაცა დავძრათ ეს სიტუაცია და რაღაცა შედეგი დავდოთ ერთი ნაბიჯი გადავდგათ იმისკენ რომ ქართველები და აფხაზებისთან ქართველები და ოსების შერიგებისკენ სანამ გავაგრძელებდეთ რეკლამური ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგებრუნდით ძირფას ტელემაყურებლებო სანამ საფოსთან გადავიდოდე შემდეგი შეკითხვით შეგახსენებთ ჩვენი ეთერის ტელეფონის ნომერს რომელიც გახავთ 235-33-27 SMS ნომერი გახავთ 933-41-955-00 შეგიძლიათ დაგვირეკოთ დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები ეთერთან დაკავშირებით ან შეგიძლიათ დავუსვათ შეკითხვები მოწვეულ სტუმრებს სოფო მინდა კითხო გაცვლით პროგრამებზე ახლა მომავალში თუ აპირებ ესე ვთქვათ გაცვლითი პროგრამით წახვიდე საზღვარგარეთ მინდა გითხრათ რომ როგორც უკვე აღვნიშნე ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბი ხელს უწყობს ჩვენი ახალგაზრდების მაქსიმალურად გასვლას სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში იქ ისწავლოს დაეუფლოს კარგად პოლიტიკურ მეცნიერებებს და შემდეგ უკვე დაუბრუნდეს თავის ქვეყანას ესეთ ღირსეულ, კარგად განათლებულ, ჯანსაღად მოაზროვნე. აი შენ კონკრეტულად მაინც რომელ ქვეყანაში და თავისი, ანუ ჩვენ ვფიქრობ, რომ აი ესეთი ახალგაზრდებით ამით შევქმნით პოლიტიკაში და ვიქნებით ის ღირსეული ადამიანები, ვინც თავის სათქმელს იტყვიან ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს და რა გეგმავ მე, ნუ მართალი გითხრა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვისწავლო ჩემ პროფესიით საზღვარგარეთ. რაც ხელშეუწყობს კიდევ ერთხელ სამომავლო წარმატებას და ერთ-ერთი გარანტი იქნება ესეთი კარგი სამსახურის, წარმატებული კარიერის და ნუ არ გამავრიცხავ, მაგრამ არც გეგმაში მაქვს და გეგმავ. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა წავიდე, თუმცა ესე დარწმუნებული ვერ ვიტყვი, არ ვიცი რა მოხდება, ცხოვრების სიურპრიზებით არის საერთოდ. მაინც კონკრეტულად რომელი ქვეყნის კულტურით ხარ გატაცებული, რა ირჩიო? ძალიან მხილოს ბელგია და ანუ აუცილებლად ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მომიწევს უახლოეს მომავალში ესე ვფიქრობ. როგორც ვიცი ამ ეტაპზე ვფლობ ინგლისურ ენას და ფრანგულს, ხო? ვცდილობ. დიახ, ანუ გინდა რომ ბელგიაში. კი, აუცილებლად. შენთან ბექა როგორ არის საქმე? რომელ ქვეყანაში? ესპანურსაც ვფლობ. ძალიან კარგი, მესალმები. დიდი სურვილი მაქვს ასე ვთქვათ შვედეთში სწავლის, იმიტომ რომ იქ საკმაოდ წარმატებული მალმოს უნივერსიტეტში ისწავლება საჯარო მმართველობა, პოლიტიკური მეცნიერებები და ასე ვთქვათ გამოცხადება ალბათ კონკურსი და შევიტან აპლიკაციას შევავსებ და ამ კონკურსის საფუძველზე ღვთისმსწავლობით გადავალ შემდეგ ეტაპზე და წავალ ალბათ და ვისწავლი და ჩამოვალ დაუბრუნდები საქართველოს ღირსეულ ვთქვათ. დიახ, როგორც ვიცი, ტარდება ძალიან ბევრი გასვლით პროგრამები. უამრავი საშუალებაა. ძალიან ბევრი გასვლით პროგრამის გთავაზობს. საბედნიეროდ არ არის დეფიციტი, თავარია იყო აქტიური და შეძლო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოაჩინო. დიახ. ესე თქვა შენს ჰობს მინდა დაუბრუნდე, ანუ ფეხბურთს თამაშობ, ხო? კი, თამაშობ. ესე თქვა სერიოზულად თუ ისე? აი, მოყვარულის დონეზე თამაშობ. ბოლოს ზეობის დროს, ასე თქვა ტრამვა მივიღე და ამის შემდეგ დიდი ხანი არ მითამაში. ხო ვცდილობ ეს დრო მოვახმარო ამ ყველაფერს, მოვახმარო კლუბს, მოვახმარო საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტს, მეც მაქსიმალურად ცოდნა შევიძინო და საბოლოო ჯამში შედეგი დავდო. ანუ ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებ, ესე თქვა შემოქმედებითი ადამიანი ხარ. ვცდილობ რომ ვიყო შემოქმედებითი ადამიანი. დიახ, სპორტის გარდა თუ ხარ რაიმეც დაკავებული? ამჟამად ანუ შენ საყვარელი ჰობი? პოლიტიკა. ისე პოლიტიკას დავბრუნდი. დიახ, თუმცა დღევანდელი ჩვენი ეთერის თემა არის ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბი და შესაბამისად მაინც ამ თემას დავუბრუნდით. ესე ვთქვათ, ანუ როგორც მაყურებელმა დაგვირეკა,
ამ ეტაპზე შეუძლებელია დაემატოს იმ რაოდენობას სტუდენტებისა, ვინც გაწევრიანებულია პოლიტიკურ კლუბში, ახალი სტუდენტები. დიახ. ესე ვთქვათ, რატომ რა არის ესე ვთქვათ ამის მიზეზი? შეუძლებელია, არაფერი არ არის. თავსაბად შესაძლებელია. მაგრამ ამ ეტაპზე გვაქვს ვინაიდან თავდება სასწავლო წელი და სტუდენტები ამ პერიოდში განაცხადებს სამწუხაროდ ვერ გაწევრიანდება. ასიურები არიან, ამიტომ დავხურეთ, ნიღება და ვფიქრობ, რომ სექტემბერში ხო, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ამ ეტაპზე მუშაობთ მაქსიმალურად, გეგმავთ სამომავლო პროექტებს, ხვეწავთ, დეტალებში ვმუშაობთ ყველაფერს და რითაც უკვე შემდეგ გამოვაცხადებთ ესე მიღებას და შესაბამისად შეუძლებელი ნამდვილად არ არის. უბრალოდ ვინაიდან ეხლა სასწავლო პროცესი წყდება, ვფიქრობთ, რომ ნაკლებად დიდი ინტერესი იქნება იმ სტუდენტების, ვინც რეალურად ჩვენ გვჭირდება რეალური ძალა, ჩვენ გვჭირდება ლიდერი სტუდენტები, გვჭირდება ადამიანები, ვისთან ერთადაც ჩვენ შევძლებთ ჰარმონიულად მივმუშაოთ, ვისთან ერთადაც ჩვენ შევძლებთ პოლემიკას, აზროვნებას, ვისთან ერთადაც ერთმანეთს გავზრდით და ვისწავლით ჯანსაღ კრიტიკას, ჯანსაღ კონკურენციას, გაცვლას ერთმანეთი იმას, რომ შევავსებთ ერთმანეთს, ანუ რეალურად ხა აქედან ალბათ მაყურებელიც დაასკვნის იმას, რომ ჩვენ უბრალოდ კლუბში ვერ მივიღებთ ისეთ ახალგაზრდებს, რომელსაც არ შეუძლია, ანუ რეალურად სუსტი ახალგაზრდები არ გვჭირდება ის რეალური ძალა, რომელიც დაგვეხმარება ყველას დაგვეხმარება კლუბის წევრებს გავზარდოთ ერთმანეთი და ამით გავიზარდოთ ჩვენ და გამოვადგეთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვფიქრობ, ერთ-ერთი კაი საშუალება იქნება აგრეთვე არაფორმალური სასწავლო კურსების ჩატარება, უამრავი პროექტები. ამ პროექტებში იქნება მონიტორინგი იმ ახალგაზრდებზე, იმ ყველაზე გამორჩეულ, ყველაზე აქტიურ ახალგაზრდებზე, რომელსაც საშუალება მიეცემა ჩვენს ახალგაზრდულ პოლიტიკურ კლუბში ინტეგრაციის, გაწევრიანების და ჩვენთან ერთად მუშაობის. ეს იქნება ერთ-ერთი კაი საშუალება მათთვის და ჩვენთვის, რომ ისინი, თქვათ, მოვიზიდოთ და ჩვენთან ერთად ვამუშაოთ ამ ყველაფერს. დიახ, სოფო რა მაინტერესებს ესე ვთქვათ, შენი რჩეული სტუდენტები, ვინც ყავს პოლიტიკურ კლუბში, შენ როგორც კლუბის პრეზიდენტი, ეხმარები თუ არა მათ და ხელს უწყობ თუ არა, რომ ჩართო ესე ვთქვათ, უფრო სერიოზულ პროექტებში, ესე ვთქვათ, კლუბის გარეთ. ჩვენ ყველა ერთად ვართ ერთი გუნდი, მეგობრები და კიდევ ერთხელ ისე და ისე ვიტყვით და მე ალბათ ბეკაც დამეთახო მე რომ ჩვენთან არ არის რომ აი მე პრეზიდენტი ვარ, შენ ვიცე-პრეზიდენტი ის ვიღაცას. ჩვენ კონკურენცია უნდა იყოს. ჯანსაღი კონკურენცია აუცილებლად უნდა იყოს. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ყოველს გვაქვს ჩვენი უფლებები, ჩვენი მოვალეობები გადანაწილებული, ჩვენთან არ არის რომ ვიღაცის უფროსია, ჩვენ ყოველ ერთად ვაკეთებთ ჩვენ საქმეს და ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესი და ჰარმონიული მუშაობაა და ვიდრე ვიღაცა. ანუ რეალურად ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ გარე პროექტებში ჩავერთოთ ერთმანეთი, მაქსიმალურად ჩართულები ვიყოთ და რაღაც ჩარჩოებში არ მოვექცეთ და მარტო პოლიტიკური კლუბი და მაქსიმალურად ჩართულები არიან ჩვენი სტუდენტები. თუ საქართველოში რამე სერიოზული პროექტი ხორციელდება, ჩვენ ყველგან ღირსეული წევრები ყავს, მიგითხრათ, ხო, ანუ არ ვზღუდავთ არავის არაფერში. და კიდევ ერთხელ მინდა ის აღნიშნო და უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი კლუბის წევრები არიან ყველა უნივერსიტეტის ლიდერები, ძალიან ბევრი თვითმმართველობის ლიდერიც არის ჩემსავით და მოკლედ, ანუ ძალიან კარგი ახალგაზრდები ვართ და ველოდებით თქვენ, გელოდებით თქვენ ძალიან მაგარ ახალგაზრდებს. თქვენს კლუბს თუ იცნობს ვინმე ესე ვთქვათ სერიოზული პოლიტიკოსი ან პატრონაჟის ხომ გიწევთ? დიახ, ანუ ეს აღნიშნე მე თქვი რომ ჩვენ კლუბს ძალიან ხარს უჭერს და ჩვენ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გვაქვს გაფორმებული ექსპერტებთან, ძალიან ცნობილი ექსპერტები ვინც არიან საქართველოში, ყველა მოდიან ჩვენთან, გვიტარებენ ესეთ შეხვედრებს მართავთ, გვიტარებენ ესეთ პატარა ესეთ გაკვეთილებივით, ლექციებს და ლექციებს გვიტარებენ და შესაბამისად ანუ ძალიან ბევრი ესეთი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, ცნობილი ექსპერტთან გვაქვს ურთიერთობა და ვფიქრობ, რომ ეს თითოეული ჩვენი კლუბის წევრს ეხმარება იმაში, რომ უფრო მეტად განვითარდეს, მაგალითი აიღოს და ისწავლოს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრთან გვაქვს ესეთი ურთიერთობა საქმიანი. დიახ, რა არჩევა შეგიძლიათ პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა მისცეთ, ისე ვთქვათ, მომავალ სტუდენტებს, ვინც აპირებს თავიანთი კარიერის წაყვანას პოლიტიკის გზით, თუ შეგიძლიათ და უკვე ბოლოსკენ მე შემიძლია მითხრა, რომ აი, ჩემ დროს მაგალითად სკოლის ასაკში, სკოლის ასაკიდანვე ვიყავი აქტიურად ჩართული თვითმმართველობის დივანი ვიყავი და ასე ვთქვათ, ფეხს უწყობდი ამ ცხოვრებას.
როგორც იტყვიან ხოლმე. ახლა ბევრი უამრავი კაი საშუალებაა მათთვის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციების უამრავ პროექტებს აცხადებენ, ეს დასწრება თავისუფალია, აპლიკაციების საშუალებით, ინტერნეტის, სოციალური ქსელების საშუალებით ხდება, ასე ვთქვათ, მონაწილეობის მიღება. არ მოდუნდნენ ურჩევ, მიიღონ ყველაფერში მონაწილეობის მიღება, დააგროვონ ის თამასა, ასე ვთქვათ, რომელიც მათ საშუალებას მისცემს საბოლოო ჯამში, აი, უნივერსიტეტის ცხოვრების ახალ ეტაპზე რო გადავლენ, ვთქვათ, ძლიერი თამასა კონდეთ და იყვნენ კარგი სტუდენტები და საბოლოო ჯამში ის ფონი, რაც მათ ექნებათ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თუნდაც ჩვენს კლუბში გაწევრიანებას, თუნდაც სხვადასხვა კლუბში გაწევრიანებას და რა ვიცი, მათ წარმატებას გამსაზღვრელი ექნება ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ჩვენ დღევანდელი ეთერი ძვირფასი მაყურებლობ მიუახლოვდა დასასრულს. პირველ რიგში მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო თქვენს ახალგაზრდა პოლიტიკურ კლუბს, წინსვლა მინდა უსურვო და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგწონებთ. იმედოვნებ რომ შემდეგში ესე ვთქვათ შემადგენლობით მოვალ და უფრო მომზადებული და უფრო კარგად წარმოვაჩენთ ამ პოლიტიკური კლუბის და დაგეგმილ ღონისძიებებს განვახორციელებთ და შემდეგ უკვე ერთად კიდევ სხვა პროექტებს დავგეგმავთ და გავგაცნობთ ჩვენს ამომავლო გეგმებს მომავალში, რომელზეც ძალიან ისეთი კარგი, მაგარი იდეები გვაქვს ამომავლოდ და ვფიქრობ, საინტერესო რესპონდენტები ვიქნებით მომავალში. აუცილებლად. დიდი მადლობა. ალბათ თქვენ მოწვევით. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა STV-ს.